ვფიქრობ, რომ ამ თემის გააქტიურებას აქვს ორი განზომილება და ორი მიზანი. ერთი არის კრემლის სასარგებლო საქმის გაგრძელება, რომელიც დაიწყო ბიზნესის სამართლიანო ბოდიშით, შემდგომ გაგრძელდა კომისარი წულუკიანის ეგრეთ წოდებულ კომისიაში ანწუხელის გზირობის გაუფასურებით საკუთარ სამშობლოზე ომის გადაბრალებით და ეხლა უკვე საკუთარი მიწის დაცვა, საბოტაჟის და მწული მოქმედებების სახით შეფუთვით. ის რაც რეალურად არის კრემლის ინტერესი და რაც ძალიან მძიმე დაზიანებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობის იმ ინტერესს, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობდა ყველა ხელისუფლების პირობებში. ამიტომ ერთი განზომილება არის კრემლის ინტერესების გაძლიერება და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ სვლა, რაც გამოკვეთილი ხაზია ამ რეჟიმის და რა თქმა უნდა მეორე არის ოპონენტების წინააღმდეგ შეკერილი მასალები დევნა იმისთვის, რომ პოლიტიკური ველი სრულიად მოასუფთავონ, რათა ავტორიტარული მეთოდებით ძალაუფლება ამ გზით შეინარჩუნონ. შესაბამისად ეს ორი მიზანი ჩანს აქ და არა მხოლოდ ის, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე მთინა ბოკუჩავამ ასეთი პოზიცია შემოგთავაზა გომელაურის დაბარების რეალური მიზეზი გახარიასთვის არჩევანის ცხადა წარმოჩენა, ციხე ან ადგილობრივ არჩევნება წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა. მოდით გიორგი, შევხედოთ რეალობას და შემდეგია. გიორგი გახარიას პარტიას ჰქონდა გაკეთებული განცხადება, რომ ემზადება ყველა არჩევნებისთვის, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებისთვის და მას არ უთხოვს, რომ არ შედიოდა ამ არჩევნებში. შესაბამისად, მაშინ როდესაც ეს მოცემულობა უკვე არსებობს, ამ ფორმით ამის ინტერპრეტაცია არ ფიქრობ, რომ მართალია, იმიტომ რომ ის რაზეც იყო პოზიცია, რომ ყველა არჩევნებისთვის მზადება და მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ეს პოზიცია არ შეცვლილა მათ შორის ამ უკარის შემდგომაც. ამიტომაც არის აქ მნიშვნელოვანი კონკრეტულად ეს ბრალი, იმიტომ რომ დააბრალო კაც საკუთარი კონსტიტუციის ქვეყნის და ხალხის დაცვა, მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკუთარი ქვეყნის მშვიდობიანი გზით მოსახლეობის დაცვა არ არის ნება ხელისუფლის, არამედ ეს არის ვალდებულება და ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს. როდესაც ისინი ამის საპირწონედ ამტკიცებენ, რომ ომის საფრთხე იდგა მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში ქართული ოსნების მართლობის პირობებში ერთადერთხელ იყო, როდესაც მშვიდობიანი გზით საპოლიციო საგუშაგო ჩადმით მოხდა ერთის მხრივ დამატებითი ტერიტორიული პრეტენზიების შეკავება ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მხრიდან, რომელიც როგორც ჩორჩანაზე აცხადებდა პრეტენზიას, ასევე თრუსოზე, კობზე, გუდაურზე და 27 ტერიტორიულ ერთეულზე, რადგან გიორგი გახარიამ თავად ისაუბრა წოლუკიანთან და მეორე არის ის, რომ ამ ვითარებაში საგუშაგო კვლავ იქ დგას. და ეს ძალიან დიდ ნებათა ღელვას იწვევს მათ შორის ამის შემდეგ რამდენიმე კვირაში ბიძინა ივანიშვილმა დააწინაურა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი და მათ შორის გუშინ მე თავად უყურებდი, მიუხედავად იმისა, რომ მე ამ პერიოდში არ ვიყავი გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენელი და ვიყავი სამოქალაქო სექტორში უშიშრობის საბჭოდან დაბრუნებული, მაშინ ვამართლებდი ამ ქმედებას მიუხედავად სხვა კრიტიკული შეფასებებისა, იმიტომ რომ საგუშაგოს ჩადმით მოხდა ქართული მიწის საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის მშვიდობიანი გზით დაცვა და ამას არც ომი მოყოლია და არც აიმე სხვა და მაშინ როდესაც ისინი ამის საპირწონედ ახლა ამ ბრალდებას ახორციელებენ და არ დაგვაუწყდეს, რომ ეს არ არის თალკეული მოვლენა და არ არის მხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული მოვლენა. ამ ყველაფრით ისინი ღია და უგზავნიან გზავნილს, კრემლსაც და ოკუპანტებსაც, მარიონეტულ რეჟიმებსაც, რომ ივანიშვილის რეჟიმი არ აპირებს არც ქართული მიწა-წყლის და არც საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას და ეს არის ყველაზე დრამატული აქ და არ მხოლოდ თუ როგორ პოლიტიკურად იყენებენ ამ საქმეს. ამიტომ რამეს ამბობდა გუშინ მედიასთან ვახტანგ გომელაური, მან განაცხადა, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ. მაშინ ისეთი საკითხი იქნებოდა წესით, ამის შესახებ გუნდში აქტიურად იქნებოდა ბუნებრივია მსჯელობა, მათ შორის უსაფრთხოების დონეზე. მე ბოდიშ გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ მე ამ პერიოდში საჯარო სამსახურში არ ვიყავი და სახელმწიფო სამსახურში უშიშრობის საბჭოში მუშაობის პერიოდიდან გამომდინარე გამოცდილებას გეუბნებით, შეუძლებელია, რომ თუნდაც ერთ სუპერძალოვან შინაგან საქმეთა მინისტრს ეს ყველაფერი დამოუკიდებლად გადაეწყვიტა და განახორციელებინა, იმიტომ რომ შუაგულ ტყეში
გზის გარკაფვა უღრან ტყეში, აქ ტექნიკის მიყვანა, ამ საგუშაგოს ჩადგმა, შემდგომ ის პოზიციები, სადაც წულუკიანიც ამართებს ამ ყველაფერს თავის დროზე, ვახტანგ გომელაურიც ამართებს ამ ყველაფერს თავის დროზე. ეს ყველაფერი როგორი თეთრი ძაფით ნაკერია, მე ვფიქრობ, მათ შორის მათი პოზიციებიდან ამ პერიოდში ძალიან მკაფიოდ ჩანს. როდესაც გამგეობა უნდა ყოფილიყო ადგილობრივი თვითმმართველობა ჩართული, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. აი ახლა თითის გაშვერა გიორგი გახარიაძე, რაც ყველაზე სწორი ქმედება იყო მაშინ ოცნების, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ღალატის ქრონიკის გაგრძელებას, რომელიც ივანიშვილმა სამარცხვინო ბოდიში დაიწყო და სწორედ ამიტომ არის ეს რეჟიმი საქართველოს სუვერენიტეტ და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემქმნელი, იმიტომ რომ ერთის მხრივ აძლიერებს კრემლის პოზიციებს საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ და მეორეს მხრივ ის რაც ყველაზე სწორი და კარგი გააკეთეს, ამაშიც კი უარყოფა მიმდინარეობს იმდროინდელი მათი თანაგუნდელის, რომელიც ძალიან მალევე პრემიერ-მინისტრი გახდა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა წავიკითხო მუხლი, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა გუშინ, ამ შემთხვევაში არ არის საუბარი კონკრეტულ, თქვათ, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, კონკრეტულად რომელიმე ესადაგება ამ შემთხვევაში თქვენს ლიდერს გიორგი გახარიას უწყებაში თქვენს მხოლოდ ის რა საქმის ფარგლებში მიმდინარეობს ზოგადად გამოძიება, მათ შორის ჩორჩანა საგუშაგოს საქმესთან დაკავშირებით. განცხადების თანახმად საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლის დაქვემდებარებული ორგანიზაციებისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე. აი, როგორ შეიძლება ამ კონტექსტში ჩავსვათ ეს საკითხი? კიდევ ერთხელ ნამდვილად ვერ ფარგნე მათ ბოდვით განცხადებას, იმიტომ რომ როდესაც ლაპარაკობთ ეროვნულ საფრთხეებაზე და ეროვნულ ინტერესებზე, მე მთავარი ეროვნული ინტერესი ვიცი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ის რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ორი რეგიონი და დამატებით სოციალ-ოკუპაციას ახორციელებს და დამატებით მკვლელობებს ჩვენი მოქალაქეებს. აი გუშინ რომ გომელაური გამოვიდა და ლაპარაკობდა იმაზე, რომ ეს შეიძლება ისე მომხდარიყო, როგორც სამაჩაბლოს და აფხაზეთის შემთხვევაშიო, ეს არის გაგრძელება საკუთარ სამშობლოზე ომის გადაბრალების არა თუ 2008-ში, რაც უკვე ირაკლი კობახიძემ ღიად განაცხადა, არამედ მათ შორის 90-იანებში და მაგალითის მოყვანა გიგა ოთხოზორიაზე, რომელიც არა საქმე, არამედ კვლელობა ზურგში ესროლეს გიგა ოთხოზორიას ხურჩასთან ოკუპანტებმა და ამის ვიდეო მტკიცებულება მაღაზიის კამერამ დააფიქსირა. არა იმ კამერამ, რომელიც ოკუპაციო ხაზზე უნდა იყოს, რომ მოსახლეობის დაცვა ამათ მართლა რო აინტერესებდეთ. არამედ იმ კამერამ, რომელიც მაღაზიასთან იყო და თამას გინტური, როდესაც მოგვიკლეს ოკუპანტებმა, სალოცავში ასული კაცი, ზურგში დამეძნებით სროლით. სწორედ გომელაური იყო ის კაცი, რომელმაც მე პირადად პლენარულ ხომაზე ჩემი კითხვის პასუხად მითხრა, რომ არ გამოიძიებდა მკვლელების ვინაობას, მიუხედავად იმისა, რომ ტატუნაშვილი ოთხოზორიას სიაში არსებული ოკუპანტი მკვლელები დადგენილია და შემთხვევაში მოქმედებდა საერთაშორისო მექანიზმი, რითიც ისინი დაიჯერებოდნენ და ესეც გააჩერა რეჟიმმა და ამიტომ მაშინ, როდესაც 2012 წლიდან იწყება ბორდერიზაცია, მცოცავი ოკუპაცია, ადამიანების გატაცება და ქართული ოცნების პირობებში უნდა ყოფილიყო შეკავებული და მაშინ, როდესაც უამრავი ქართული მიწა ვერ შეაკავეს, რომ არ წაიღოთ ოკუპანტებს დროებით და ერთადერთი პრეცედენტი მთელი ოცნების პირობებში იყო ჩორჩანას ეგრეთ წოდებული საგუშაგო და პერების და ამაზე მიდის საბოტაჟის და რაღაცა გამოგონილი ბრალდებებით საქმის შეკერვა, ჩემთვის პირადად როგორც ოკუპაციაზე მომუშავე სპეციალისტისთვის ეს ღია ღალატის ქრონიკაა, იმიტომ რომ საკუთარი სამშობლოს დაცვა დანაშაულად მონათლო, რასაც რეჟიმი აკეთებს და ანწუხელიძის გმირობა გააუფასურო, ეს ყველაფერი არის კრემლის სასარგებლო საქმე და კიდევ უფრო ასუსტებს ისედაც მოწყობს ჩვენ სუვერენიტეტს. თქვენ ცოტა ხნის წინ საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ ჩორჩანა საგუშაგო ამ ეტაპზე ადგილზეა, ხომ არ ფიქრობთ, რომ მისი დემონტაჟი მოხდეს, გაუქმება ამ მიმართულებით უნდა ველოდოთ თუ არა პროცესების განვითარებას? მე
გითხრათ რომ მას შემდეგ რაც საგუშაგო იქ ჩაიდგა იმის შემდგომ ულტიმატუმები მომდინარეობდა ოკუპირებული ცხინვალის პერმანენტული რეჟიმის მხრიდან ამ საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით და მაშინ როდესაც 2019 წლიდან 25-ში დღეს საგუშაგო როდესაც იქ დგას დღეს ეს კამპანია მიმდინარეობს თავად რეჟიმის მხრიდან არა მხოლოდ საგუშაგოს აღება არ არის გამორიცხული არამედ იმ შემთხვევაში რომ დამატებით მოხდება მცოცავი ოკუპაცია ამასთან დაკავშირებით რეაგირება ვის არ ქონა იქნება ისევე როგორც საკუთარი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების თავის არიდება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ კარგად შეხედან კონსტიტუციას საკუთარი სამშობლოს და საკუთარი ხალხის დაცვა ნება არ არის ეს არის ვალდებულება და ერთადერთი პრეცედენტი როდესაც მშვიდობიანად ეს ყველაფერი მოხდა როდესაც ეს ყველაფერი უკავშირდება ჩორჩანაში საგუშაგო ჩათვლას ამას როდესაც ესე ყიდიან ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას თუ რომელად გზას უხსნიან დამატებით ოკუპაციას და რომელად გზას უხსნიან კრემლს და იმ ორ მარიონეტულ რეჟიმს რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ დამატებით ტერიტორიული პრეტენზიები ქონდა თრუსოს ხეობაზე, კობზე, გუდორზე, 27 ტერიტორიულ ერთეულზე და ეს გზავნილი, რასაც დღეს ამ ჩორჩანას საქმიდან იკვეთება ოკუპანტებისათვის არის მაჩვენებელი იმისა, რომ რეაგირება არ იქნება იმ შემთხვევაში თუ მოხდება დამატებითი ოკუპაცია, ბორდერიზაცია და აი ამიტომ არის ეს ყველაზე მძიმე დანაშაული და არა მხოლოდ ის რომ ისინი პოლიტიკურ ოპონენტებს ებრძვიან. შესაბამისად ამ ვითარებაში, როდესაც ერთადერთი წარმატებული საქმე მშვიდობიანად ქვეყნის დაცვასთან დაკავშირებით არამხორმით არის მონაწილე, მე ვფიქრობ, რომ ეს არა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილია პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალების გზით, არამედ მათ შორის ღია მოწვევა კრემლის ინტერესების გასაძლიერებლად საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ.